დედმამიშვილი ერთმანეთის ხიდია. უფროსი დედმამიშვილი მით უმეტეს პატარებს ყოველთვის გზას გაუკვალავს და ყოველთვის იქნება მის უკან აღმართული მთა, რომელიც შეიძლება ვერც შენიშნოს და არც დაანახოს დედმამიშვილმა, მაგრამ სულ ექნება ეს დახმარების ხელი. მე ვარ ჟოზეფინა ჩიხლაძე, 44 წლის, 5 შვილის დედა. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც ეს სულ ჯრიამულია და მხიარულება. უფროსი ვაჟი გახლავთ ლუკა, 14 წლის არის, ძალიან უყვარს სპორტი, ეხლა რობოტიკაზე სწავლობს. შემდეგ არის ლილე. ლილეც თეატრალურზე დადის, ინგლისურ-ქართულ ენაზე 13-ის გახდება ეხლა მალე. სესილი 10 წლის არის, ძალიან გონიერი ბავშვია და ყოჩაღია. შეიძლება ითქვას ყველაფერში. მერე მოდის მედია არის 7 წლის და ლელო არის 4 წლის, ბაღში დადის და ცელქია ცოტა. ჩვენ შემთხვევაში არ გვყავდა 3 წელი, რაღაც მიზეზების გამო და შემდეგ მრავალგზის დედა გავხდი, ესე რომ ვთქვათ და ძალიან მადლიერი ვარ. სიცოცხლეს ჩუქნი, ახალს ქმნი. ფაქტიურად ამაზე დიდი რა უნდა იყოს სასწაული, რომ სიცოცხლეს ბადებ. სიმრავლე ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ყველა ოჯახში როგორც ჩვენთანაც ისევე არის რთული დღეები, კარგი დღეები, მაგრამ ვცდილობთ, რომ უფრო მეტად ღიმილით შევხვდეთ ამ სირთულეებსაც. ოპტიმისტი ვარ, ზოგადად ცხოვრებაში ვარ ოპტიმისტი და ეს მეხმარება ალბათ ამ ყველაფრის გადატანაში. დედაც ძალიან ისეთი ძლიერი ქალბატონი მყავს. ბებოს გაზრდილი ვარ, აღზრდა არის ძირითადად და ვცდილობ, რომ ჩემ ბავშვებზეც ეს სითბო და სიყვარული გადავიტანო. დრო გამოიყენო სათანადოდ. ანუ არ დაკარგონ დრო და ეცადონ, რომ ყველაფერი ისწავლონ, რაც შეიძლება რომ გამოადგეთ ცხოვრებაში. და როგორ ფიქრობთ, რა არის ის მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც უნდა ითვისონ? პირველ რიგში ადამიანობა არ უნდა დაკარგონ, რაც არ უნდა იყოს. მე თავისით მოვა ყველაფერი. დრო იყო სწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინზე. მე გავაგრძელე ხატვა, ვაკეთებდი აქსესუარებსაც, თექაზე შევისწავლე მუშაობა, ვაკეთებდი ჩანთებს, ხუდებს. ფიქრობ, რომ აუცილებელი არ გაჩერდე და უფრო განვითარდე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროს აირჩევ, მთავარია ეცადო, იყო მონდომებული და შენთვის იყო საყვარელი საქმე და წარმატება თავისით მოვა. დედა პირველ რიგში არის ალბათ ყველაფერი იმ მხრივ, რომ დავიწყოთ დედა ეს სად არის, დედა ის სად არის. იმედი არის ოჯახში ბავშვები რომ მოდიან პირველი დედამშია, გაიძახიან, სითბო, ღიმილი, ყველაფერი ეს დედას ყოველ შემთხვევაში ევალება კიდეც, რომ იყოს ბედნიერი. ბავშვებისთვისაც, თავისთვისაც პირველ რიგში და რა თქმა უნდა მეუღლისთვის, ოჯახისთვის და მინდა რომ ყველა დედა იყოს ბედნიერი, პირველ რიგში თავისთვის და აუცილებლად გარშემო სამყარო უკვე მის თვალწინაც გაბედნიერდება და ყველა.